საღამოშვიდობისა მეგობრებო, ესაა გადაცემა ისტორიული აზროვნება. დღევანდელი ჩვენი სასაუბრო თემა, როგორც ალბათ მუსიკით მიხვდებოდით, არის არაბთა სახალიფო, არაბობა ზოგადად, არაბთა იმპერიული სახელმწიფოს ჩამოყალიბება და დღევანდელი კვირა ეთმობა ზუსტად სხვადასხვა იმპერიული სახელმწიფოების ჩამოყალიბებას და პირველი შევარჩიე და ბევრი, ასე ვთქვათ, კომენტარის დაგროვდა ამის გარშემო, რომ არაბობა განმეხილა და არაბობაზე მესაუბრა და შესაბამისად თქვენი რჩევა გავითვალისწინე ამ შემთხვევაში. მაშასადამე ზოგადად მოგეხსენებათ, რომ არაბები არიან ისეთი არაბული სახალიფო ისეთი გაერთიანებაა, რომელმაც მე-7 საუკუნეში ფაქტობრივად ახალი ეპოქის დაწყებას გონგი შემოსწოდა. სწორედ ამ ყველაფერს თანსდევდა ძალიან დიდი ძვრები მსოფლიოში და ამავდროულად მოხდა მსოფლიო პოლიტიკური რუკის ფორმირება და არაბთა სახალიფოს ჩამოყალიბებამ ფაქტობრივად ძალიან ბევრი რაღაც შეცვალა მსოფლიოში. ანუ არაბულ მუსლიმანური სახელმწიფო გახდათ არაბთა სახალიფო, როგორც ასეთი, რომელსაც მართავდა ხალიფა და ეს ხალიფას მმართველობა იწყება 622 წლიდან 1258 წლამდე, ვიდრე არ მოხდა მათი სრული დასამარება როგორც ასეთი. არაბთა სახალიფოს საფუძველი გახდა მოგეხსენებათ მუჰამედის მიერ მე-7 საუკუნის 20-იან წლებში ქალაქ მედინაში დაარსებული მუსლიმანური თემი, რომელსაც უმა ეწოდებოდა და სადაც გაერთიანება ხდებოდა ერთი რელიგიისადმი, ეს იყო ისლამი კერძოდ და უმა იყო თეოკრატიული ორგანიზაცია, რომელშიც მუჰამედი სასულიერო და საერო მეთაური გახდათ, ხო? ერთი წუთით ჯგუფშიც გავაზიარებ ჩვენს გადაცემას და განვაგრძობ ისევ ამ თემის განხილვას. მანამდე მუსიკით დატკბით. მოკლედ განვაგრძოთ მეგობრებო, ესე იგი როგორც გითხარით, არაბული სახალიფოს რელიგია გახდათ პირველი რელიგია, ერთ-ერთი რელიგია იყო ისლამური რელიგია, რომელიც ასევე იყო მონოთეისტური იდეის მატარებელი და ფაქტობრივად მისი სულიერი მამამთავარი გახდათ მუჰამედი, რომელმაც საერო და სასულიერო ფენა გააერთიანა და ფაქტობრივად ასე დაიწყო მმართველობა, ხო? და ასევე იყვნენ მართლმორწმუნე ხალიფები. მუჰამედის ცხოვრება და მოღვაწეობა ფაქტობრივად 622 წელს სრულდება, როცა იგი გარდაიცვალება. ძალიან საინტერესოა თვითონ მუჰამედის მოღვაწეობა. იგი ხელმოკლე ოჯახში დაიბადა და მისი განათლება, რელიგიური განათლება მას განათლება მიაღებინა ერთ-ერთმა ქრისტიანელმა ბერმა, რომელსაც ბაჰირა ეწოდებოდა და ამ ბაჰირას დაჰყვებოდა ხოლმე ხშირად სხვადასხვა მოგზაურობებში. ბაჰირა უყვებოდა სხვადასხვა ისტორიებს. მოგეხსენებათ, მუჰამედი დაიბადა დაახლოებით 570 წელს, ეგრეთ წოდებული სპილოს წელს, თავისი დედის სახლში, მექის გარეუბანში. მუჰამედის მამას ერქვა აბდ ალ-ლაჰი, რომელიც არაბულად ალაჰის მონას ნიშნავდა და გარდაიცვალა თვითონ იასრიბში მუჰამედის დაბადებიდან 2 თვის შემდეგ, როცა ის სირიიდან ბრუნდებოდა, ხო?
თვითონ ისლამემდელ მექაში არსებობდა ჩვეულება, რომ მომთაბარეთა ოჯახებისთვის მიეცათ აღსაღსდელა და ხალშობილები წელიწადში ორჯერ გაზაფხულზე და შემოდგომაზე და სწორედ ქალები ჩამოდიოდნენ მექაში, რათა აღსაღსდელად წაეყვანათ მცირეწლოვანი ბავშვები და მათ შორის აღმოჩნდა მუჰამედიც, რომელიც მიაბარეს ხალი მას. ამ დროს მუჰამედი იყო 6 თვის სულ რაღაც და მუჰამედს ძალიან კარგად ექცეოდნენ ოჯახში, გაატარა, რა ვიცი, მთელი 4 წელი დაახლოებით და მუჰამედის, ასე ვთქვათ, ლეგენდარული გადმოცემები, ბიოგრაფიული ცნობები სწორედ ამ პერიოდს ეკუთვნის და ამ პერიოდს უკავშირებენ, რომ ის მიხედვითაც ანგელოზებმა გული გაუპეს მუჰამედს და გაუწმინდეს უწმინდურობისაგან. ეს რა თქმა უნდა მხოლოდ გადმოცემაა და რაღაცა სხვადასხვანაირი ლეგენდები არსებობს. 6 წლის იყო მუჰამედი, როდესაც გარდაეცვალა დედა, ობოლი გახდა საბოლოო ჯამში და მუჰამედი იშვილა ბაბუამ და მისი გარდაცვალების შემდეგ უკვე რომელიც თვითონ მუჰამედის ბაბუა გახდათ ზემზემის წყლის ზედამხედველი, ეს ზემზემის წყალი ჩამოუდიოდაო ამ არაბეთს, ესე ძალიან უცნაურად გიწერიათ რეალურად რა იყო ზემზემის წყალი, ამას გულისხმობდა, ის იყო ზამზამის წყალი, რომლის ზედამხედველი გახდათ მუჰამედის ბაბუა და შეხება მუჰამედს სწორედ აქედან გამომდინარე ჰქონდა ამ ზამზამის წყალთან, ხო? 2 წლის შემდეგ, როცა იგი ბაბუასთან იყო, ზუსტად 2 წლის შემდეგ მისი ბაბუაც გარდაიცვალა და სიკვდილის წინ მან იხმო თავისი უფროსი ვაჟი აბდალ მანაფი, როგორც ჰაშიმის გვარის მომავალი წინამძღოლი და უანდერძა, რომ მუჰამედზე მზრუნველობა გაეგრძელებინა და ძალიან კარგადაც შეასრულა ფაქტობრივად მან და მუჰამედის ცხოვრება ესე გრძელდებოდა ნელ-ნელა 12 წლის ასაკში ბიძასთან ერთად შეასრულა პირველი ხანგრძლივი საქარავნო მოგზაურობა სირიაში. სწორედ ამ მოგზაურობის დროს იყო, რომ მუსლიმური გადმოცემები მხოლოდ ბაჰირამ, ანუ ქრისტიანმა ბერმა, რომელიც მე გიხსენეთ, ამოიცნო პატარა მუჰამედში მომავალი მოციქული, მას ასწავლა ძალიან ბევრი რაღაც ქრისტიანობის შესახებ. თვითონ ბაჰირამ ურჩია აბუ ტალიბს, ანუ მისი ბაბუის შვილს, რომ გაფრთხილებოდა მუჰამედს და არ წაეყვანა ის დამასკოში, სადაც შეიძლებოდა მოეკლათ სირიელებს და ან სხვა ვერსიით თუნდაც ბიზანტიელებს. და 25 წლის ასაკში მუჰამედი დაუკავშირდა მდიდარ მექელქვრის ხადიჯას, რომელმაც ფაქტობრივად მას გაუწია მეუღლეობა, როგორც ასეთი. მას ჰქონდა დადგენილი ანაზღაურება 4 ახალგაზრდა აქლემი პირობითა და მოგების განსაზღვრული წილი, გამომდინარე იქიდან, რომ ის ვაჭრის ოჯახში იყო და შესაბამისად თვითონ ხადიჯამ შესთავაზა მუჰამედს ქორწინება და ასე მოხდა მათი დაქორწინება, მუჰამედიც დათანხმდა, ხო? რაც შეეხება უშუალოდ, კარგად ისმის ჩემი ხმა მაინტერესებს, თუ შეგიძლიათ რომ კომენტარებში დამიწეროთ. ხო, რაც შეეხება უკვე მის, ასე ვთქვათ, ქორწინების შემდეგ ფაქტობრივად მუჰამედმა დაიწყო უშუალოდ იმ სიღრმისეული იმ რელიგიის იმ სიღრმისეული საფუძვლების შესწავლა, რაც საჭირო იყო ქადაგებისთვის. ქადაგება მუჰამედმა დაახლოებით 609-610 წელს დაიწყო. პირველი ხილვისას მას გამოეცხადა მთავარანგელოზი ჯაბრაელი, გაბრიელი, რომელსაც ხელში ეჭირა ფარჩაში გახვეული წიგნი. ეს იყო გრაგნილი ერთგვარი და უბრძანა მუჰამედს, რომ ადამიანებისთვის წაეკითხა ალაჰის ჭეშმარიტი სიტყვა და მუჰამედმა, რომელმაც არც იცოდა წერა-კითხვა, სამჯერ იუარაო, მაგრამ ანგელოზის დაჟინებული თხოვნით წაიკითხა და წაიკითხე სახელითა უფლისა და შენიცასაც, ასეთი რაღაც სიტყვები იყო და საბოლოო ჯამში მუჰამედმაც დაიწყო კითხვა. ეს რა თქმა უნდა კიდევ უძახ ხას უსვამ, არის ყურანიდან გადმოცემული ამბები და ძველი ლეგენდები, რომლებიც დადასტურებული არ არის, ხო? და ფაქტობრივად აი ასეთი მდგომარეობით 610 წლიდან მუჰამედი იწყებს ქადაგებას. ამას მოჰყვება ცხადია იმ მონოთეისტური რელიგიის ჩამოყალიბება, რაც რეალურად იქადაგა შემდგომში მე-7 საუკუნის 20-იან წლებში უკვე ქალაქ მედინაში დაარსებულ მუსლიმანურ თემში უმაში და ფაქტობრივად სასულიერო და საერო ხელისუფლება მუჰამედმა შეძლო და შეერწყა ერთმანეთთან.
აი 632 წელს უკვე მუჰამედის გარდაცვალების შემდეგ მუსლიმანური თემის მეთაურად აირჩიეს აბუ ბაქრი, რომელიც 632-634 წლებში მოღვაწეობდა და რომელმაც მიიღო ხალიფა რასულ ალლაჰის, ანუ ალაჰის მოციქულის მოადგილის წოდება. საფუძველი ჩაეყარა არაბთა სამხედრო თეოკრატიულ სახელმწიფოს. თეოკრატიული სახელმწიფო არის, როცა სასულიერო და საერო ხელისუფლება ერთნაირად არის შერწყმული და ეს თეოკრატიული სახელმწიფო არსებობდა 622 წლიდან 661 წლამდე, რომლის მმართველ ხალიფებს ფაქტობრივად ალ-ხალიფა ალ-რაშიდუნას, ანუ მართლმორწმუნე ხალიფებს უწოდებდნენ და თქვენ თუ აბიტურიენტები, ვინც ბრძანდებით კითხვა მოგივათ, ვის ეწოდებოდა მართლმორწმუნე ხალიფები, ესენი იყვნენ აბუ ბაქრი, ომარი, ოსმანი და ალი. 4 ხალიფა იყო, რომელიც ფაქტობრივად მართლმორწმუნე ხალიფებად შეირაცხდნენ ისტორიაში. მეორე ხალიფა უმარ პირველი, ანუ ომარი, რომელიც 634 წელს გახდა ხალიფა, მან მიიღო ამირა ალ-მუმინას, ანუ მართლმორწმუნე ამირას ტიტული. ეხავე მე მგონი რაღაც ხმის პრობლემა, ერთი წუთით გავასწორებახლავე. ახლა მე მგონი გასწორდა, ხო, მეგობრებო? იმედია კარგად ისმის ჩემი ხმა. კარგით, განვაგრძობ. მაშასადამე ჩვენ გავჩერდით რიგით მეორე მართლმორწმუნე ხალიფაზე, ეს იყო ხალიფა ომარი. პირველი იყო მუჰამედის გარდაცვალების შემდეგ ხალიფა აბუ ბაქრი 622-634 წლებში, რომელიც ალაჰის მოციქულის მოადგილე გახდათ. ხალიფა რასულ ალლაჰის ასეთი სახელწოდება ჰქონდა. შემდგომ იყო ომარ პირველი 634 წლიდან 654 წლებში. მან მიიღო ამირა ალ-მუმინას, ანუ მართლმორწმუნე ამირას წოდება, რითაც ხაზი გაესვა ფაქტობრივად ხალიფის საერო ფუნქციას და სასულიერო ფუნქციასაც მათ შორის და ამიერიდან ხალიფები ამ ტიტულით იწოდებოდნენ. პირველმა ხალიფებმა დაასრულეს ეს იყო მუჰამედის მიერ დაწყებული არაბული ტომების გაერთიანება და ფაქტობრივად წარმატებით მიჰყვეს ხელი დაპყრობით ომებს, რომელთა ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი მოგეხსენებათ აბუ ბაქრის, ომარ პირველისა და უსმანის, ანუ ოსმანის, რომელიც 654-656 წლებში მოღვაწეობდა აიამ ხანაზე მოდის, სწორედ აიამ სამი ხალიფის ეპოქაზე, ხო? დაახლოებით 2 ათეული წლის მანძილზე ფაქტობრივად არაბებმა შეძლეს და დაიპყრეს ბიზანტიის აღმოსავლური და ასევე აფრიკის პროვინციები. ეს იყო სირია, პალესტინა, ეგვიპტე, ჩრდილოეთ აფრიკა, მთლიანად დაიმორჩილეს ირანი, ბოლო მოუღეს სასანიანთა ირანის იმპერიას და ამავე ხანებში დაიპყრეს აზერბაიჯანი, სომხეთი და მათ შორის საქართველო. ახლა წარმოვიდგინეთ გეოგრაფიულად თითქმის მთლიან მცირე აზიას და არა მარტო მცირე აზიას, თითქმის სოფლიოს ტერიტორიებს მოედნენ, ხო? და დაპყრობითი ომები დროებით შეაფერხა ცხადია, ახლა როცა შენ იმპერიულ სახელმწიფოს აყალიბებ, იქ რაღაცა შინაპოლიტიკური კრიზისი ყოველთვის არის და სწორედ ამ ყველაფერმა შეაფერხა ეს დაპყრობითი ომები სამოქალაქო ომმა ფაქტობრივად, რომელიც ხალიფა ოსმანის დროს და ალის დროს მიმდინარეობდა. ალის დროს განსაკუთრებულად 656-661 წლებში მოღვაწეობდა ხალიფა ალი, რიგით მეოთხე მართლმორწმუნე ხალიფა, რომელიც ამ ეპოქას ასრულებს ფაქტობრივად და მის შემდეგ უკვე მართლმორწმუნეობის ხანა სრულდება და უკვე აღარ არიან მორწმუნე ხალიფები. და ფაქტობრივად ხალიფა ალის მმართველობის დროს მარჯვედ გამოიყენეს ომაიანთა გვაროვნულმა არისტოკრატიამ ეს ყველაფერი და 661 წელს გვაროვნული ცვლილება მოხდა და ფაქტობრივად შეიცვალა, ანუ 661 წლიდან 750 წლამდე არაბულ სახალიფო სათავეში მოდის ომაიანთა გვაროვნული საზოგადოება, იმიტომ რომ ხალიფა ალის დროს ძალიან სასტიკი სამოქალაქო ომი იყო და
ამ ყველაფერს ფაქტობრივად მოხვა ის, რომ გაიყო სწორედ ხალიფა ალის დროს ორ მიმდინარეობად ისლამი, სიიზმად და შიიტებად და სუნიტებად ასე გაიყვნენ და ამავდროულად მოხდა გვაროვნული ცვლილებაც და მათ სათავეში მოვიდნენ ომაიანები, ხო, არაბულ სახალიფოში. ფაქტობრივად დაიწყო ომაიანების ხანა, ომაიანი ხალიფების ხანა 661 წლიდან 750 წლამდე. მათ სატახტო ქალაქი სირიაში, დამასკოში გადაიტანეს, რის მიხედვითაც ფაქტობრივად ომაიანთა სახალიფოს უწოდებენ, იმას რა ქვია, დამასკოს სახალიფოსაც და დინასტიის ფუძემდებელი გახდა ომაიანთა მუავია პირველი, რომელიც 661-680 წლებში მოღვაწეობდა ხალიფა ალის შემდეგ და რომელმაც ხალიფის ხელისუფლება გახადა მემკვიდრეობითი. ამიერიდან უკვე ხალიფა მუავიამ მისი ტახტის გადაცემის საკითხი მემკვიდრეობითი გახადა არა ნებელობითი, ანუ ვისაც მოისურვებდა ხალიფა, ის კი აღარ გახდებოდა შემდგომი მმართველი, არამედ მემკვიდრეობით გადაეცემოდა მის შვილს ან ვინც იქნებოდა მემკვიდრე, ხო? და ფაქტობრივად ომაიანთა ხალიფებმა მიიღეს მალიქის, ანუ არაბულად მალიქ ნიშნავს მეფის ტიტულები და ომაიანთა ხალიფების შემდეგ, ბოდიშით ომაიანთა საგვარეულოს დამკვიდრებიდან უკვე არაბეთში ფაქტობრივად არაბელი ხალიფები იწოდებოდნენ მეფეებად. მანამდე ფაქტობრივი შეცდომა იქნება, რომ ჩვენ გამოვიყენოთ ეგრეთ წოდებულ მართლმორწმუნე ხალიფების ხანაში ეს ტერმინი და მეფედ მოიხსენიოთ კონკრეტული ხალიფა, ხო? და სახალიფო უკვე ომაიანთა გვაროვნულ მმართველობაში თეოკრატიული სახელმწიფოდან აღმოსავლურ დესპოტიაში გადაიზარდა პირდაპირ მნიშვნელობით. ომაიანებმა ფაქტობრივად განაგრძეს დაპყრობითი ომები, რომელიც ალის დროს სამოქალაქო ომის გამო შეჩერდა, დაიპყრეს პირინეს ნახევარკუნძული, პირინეს ნახევარკუნძულში მოგეხსენებათ იგულისხმება ესპანეთი, რომელიც მდებარეობს ევროპის უკიდურეს სამხრეთ დასავლეთში, ეს არის და გარს აკრავს ხმელთაშუა ზღვა, ხო, მას და ატლანტის ოკეანეც მე მგონი. პირინეს ნახევარკუნძული ფაქტობრივად დაიპყრეს ომაიანებმა, დიდი ნაწილი მცირე აზია შემოიერთეს, შუა აზია და მიაღწიეს კიდევ ჩრდილოეთ ინდოეთამდე ომაიანთა მმართველობის დროს და საკმაოდ გაძლიერდა მათ დროს ომაიანთა ხალიფების, ომაიანთა მმართველობის დროს ტერიტორია, არაბული ტერიტორიები და არაბთა სახალიფო ფაქტობრივად ატლანტის ოკეანიდან გადაიჭიმა კაშკარის მთებამდე, უკიდურესი აღმოსავლეთით და ხალიფა აბდალ მალიქმა, რომელიც 685 წელს უკვე მუავიას შემდეგ გვევლინება შემდგომი მმართველი 705 წლამდე, ჩაატარა ძალიან დიდი რაოდენობით რეფორმები, რომლებიც მიზნად ისახავდა სახალიფოს ცენტრალიზაციას და არაბიზაციას. ანუ მთლიანი დაპყრობილი ტერიტორიის არაბულ სახალიფოდ გადაქცევა უნდოდათ, ოღონდ აქ იგულისხმებოდა ის, რომ მთლიან არაბულ სახალიფოში უნდა გამოცხადებული იყოს სახელმწიფო ენა არაბული. სახელმწიფო დაწესებულებიდან ფაქტობრივად განიდევნა ადგილობრივი ენები, ეს იყო ბერძნული, სპარსული, კოპტური, რაც კი არსებობდა, ადგილობრივი ყველა ენა განიდევნა და მის ნაცვლად ჩადგა არაბული ენა. ამ ყველაფერს მოჰყვა ის, რომ რა თქმა უნდა დაპყრობილი ხალხები უგულებელყოფდნენ აი ასეთ მიდგომას, არ უნდოდა დაუშვებელი იყო თუნდაც კონკრეტული წესები შემოიღეს არაბებმა, არაარაბი მუსლიმების უფლებებით არაბებთან გათანასწორება, ანუ არ შეიძლებოდა დაპყრობილი ხალხები გათანასწორებული იყვნენ არაბებს და რაღაცა წამყვანერად წამოვიდა ეს არაბული საზოგადოება. ასევე არაბული მუსლიმებისგან განსხვავებით მავალები იხდიდნენ ხარაჯას, მავალები იყვნენ ადგილობრივი დაპყრობილი ტომები. ხარაჯა იყო ერთგვარი საადგილმამულო გადასახადი, რომელიც ეგრეთ წოდებული 700 წლის კანონით შემოვიდა, ანუ ხალიფა მალიქმა ხო შემოიღო 700 წლიანი კანონი, რომელშიც იგულისხმებოდა ის, რომ ყველა დაპყრობილ მოსახლეობას ხარაჯა და ჯიზია უნდა გადაეხადა. ხო, შესაბამისად ეს ითვალისწინებდა ეკონომიკური ფორმირების შენარჩუნებას, რაც ჰქონდა იმ დროისთვის არაბულ სახალიფოს. ფაქტობრივად არა
არაბები გამოცვლინების შემთხვევაში უფლებრივად არაბებს მაინც ვერ უთანასწორდებოდნენ, თუმცა ეს გადასახადები ხარაჯა და ჯიზია ეხსნებოდათ და ამის შედეგად შეფერხდა ფაქტობრივად ისლამის გავრცელება და გაიზარდა დაპყრობილი ქვეყნის მართველი ფენების უკმაყოფილება, რომლებიც ომაიანებმა თავიანთ სოციალურ და პოლიტიკურ დასაყრდენად გადააქციეს მხოლოდ და მხოლოდ და ცხადია ეხა როცა შენ იმპერიული სახელმწიფო ხარ და დაპყრობილ ხალხს არ უნარჩუნებ საკუთრივ მის ეთნოგენეზურ რაღაცა წესჩვეულებებს, რომელიც მისთვის მნიშვნელოვანია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ფაქტობრივად ის ერი, რა თქმა უნდა, შენ აგიჯანყდება და ასეც მოხდა არაბულ სახალიფოში. ფაქტობრივად მერვე საუკუნეში გაძლიერდა ბრძოლა ომაიანთა წინააღმდეგ, რომელშიც მონაწილეობდა სხვადასხვა სოციალური ძალა, გაძლიერდა დაპყრობილ ხალხთა განმათავისუფლებელი მოძრაობა არაბთა წინააღმდეგ. ბრძოლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კერას ფაქტობრივად წარმოადგენდა ამიერკავკასია, სადაც 726 და 38 წლებში ომაიანებმა მოაწყვეს ერთგვარი დაამსჯელი ექსპედიციები მურვანყრუს მეთაურობით და ძალიან სასტიკირბევა მოაწყეს და საქართველოზე ალბათ ლაივი გვექნება ან მოგვიანებით განვიხილავთ ამ თემაზეც და რა შედეგი დადგა საქართველოში ამაზეც ვისაუბრებთ. და ზოგადად მურვანყრუს ლაშქრობა ერთ-ერთი სასტიკი იყო ზოგადად არა მარტო ამიერკავკასიისთვის, არამედ ზოგადად სხვა პოლიტიკური ერთეულებისთვისაც, ხო? ომაიანებს ოპოზიციაში ჩაუდგნენ ასევე ირანელი ფეოდალები, რომლებსაც დაუკავშირდნენ აბასიანები. აბასიანები კი გახდნენ სპარსული წარმომავლების აბასიდები, ანუ არაბთა სახალიფოს დინასტია, რომელიც ქვეყანას მართავდა 750 წლიდან უკვე 1258 წლამდე. ფაქტობრივად ესენი უფრო სპარსული მოდგმის ტომები იყვნენ გვაროვნული მიმართებით და სწორედ აბასიანები დაუპირისპირდნენ ომაიანებს და ამ ფართომასების დაპირისპირებამ ფაქტობრივად გამოიწვია ის, რომ 750 წელს აბუ მუსლიმის აჯანყების შემდეგ ომაიანთა დინასტია საბოლოოდ დაემხო და 661 წლიდან ფაქტობრივად დაწყებული ომაიანთა საგვარეულო მმართველობა 750 წელს შეწყდება და მის შემდეგ უკვე სათავეში, ანუ არაბთა სახალიფოს სათავეში უკვე გვევლინება ჩვენ აბასიანთა გვაროვნული მმართველობა, როგორც ასეთი, რომელიც გაგრძელდა 1258 წლამდე, ვიდრე მონღოლები არ შემოვიდნენ მსოფლიოში და ფაქტობრივად არ დაიპყრეს მთელი იმპერიული ტერიტორიები არაბეთის, ხო? თვითონ აბასიანები საკუთარ თავს უწოდებდნენ მუჰამედის ბიძის ალ-აბასის შთამომავლებს და თვლიდნენ, რომ ისინი იყვნენ გამგრძელებლები მისი გვარისა და აქედან მიიღეს დინასტიის სახელწოდებაც ალ-აბასი მუჰამედის ბიძას ერქვა და აბასიანებმა სწორედაც საკუთარ დინასტიას ეს სახელწოდება მიანიჭეს, რადგან უპირატესობა მოეპოვებინათ ერთგვარად ისტორიული უპირატესობა. აბასიანებმა რეზიდენცია 762 წელს უკვე დაარსებულ ქალაქ ბაღდადში გადაიტანეს და აბასიანთა სახალიფოს ფაქტობრივად უწოდებდნენ ბაღდადის სახალიფოსაც, რომელიც ეპიცენტრი გახდა მსოფლიო იმპერიისა. 750 წლის გადატრიალება გულისხმობდა თავისთავად ისეთ ღრმა ცვლილებებს ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რომელმაც მთლიანად სპარსულ წესზე გადაიყვანა არაბული მმართველობა, ანუ აბასიანებმა სპარსული ელემენტები შემოიტანეს არაბულ სახალიფოში და ეს ფაქტობრივად გახდა ერის როგორც ასეთი დეგრადაციის წინაპირობა. ფეოდალიზაციის პროცესი დაჩქარებისთვის ძალიან ბევრი რეფორმა გაატარეს, პოლიტიკური წყობილების უფრო განვითარებისთვის ძალიან სწრაფ სტადიაზე მარტივად გადადიოდნენ ახალ-ახალ სტადიებზე, რომ პოლიტიკური წყობილება უფრო განემტკიცებინათ და აბასიანთა სახალიფოს სახელმწიფო წყობილება გახდა ფაქტობრივად ახალი საფეხური არაბთა სახელმწიფოს განვითარებაში, ხო? აბასიანების მმართველობა იყო პოლიტიკურ ასპარეზზე, როგორ გითხრათ, ფაქტობრივად ირანელი და შუააზიელი ფეოდალების ასპარეზი, რომლებიც დაწინაურდნენ მათი მმართველობის დროს და ახალი ბაზა იქმნება ფაქტობრივად
და შემოღებული არის სასანიანთა ირანის ტრადიციები, აქ იგულისხმება პოლიტიკური ინსტიტუციები, ადმინისტრაციული ფინანსური სტრუქტურები, ასევე მრავალმრიცხოვანი უწყება დაწესებულებები და 1000 სხვა და ფაქტობრივად აბასიანთა გამარჯვების შედეგებმა გამოხატულება მოიპოვა რელიგიის სფეროშიც, წაიშალა ზღვარი, რაც თავიდან არსებობდა თუნდაც ომაიანთა საგვარეულო დინასტიაში, რომ წესები არსებობდა, არ შეიძლებოდა არაბების გათანასწორება არაარაბ ხალხთან და ამ შემთხვევაში სასანიანთა მმართველობის პირობებში აბასიანთა საგვარეულოში იგივე ეს ყველაფერი შეიცვალა და უკვე წაიშალა მთლიანად ზღვარი არაბ და არაარაბ მუსლიმანებს შორის. არაარაბი ფეოდალები ხალისით იღებდნენ უკვე ისლამს, რადგან ისლამი ფეოდალური საზოგადოების იდეოლოგიად იქცა და კლასობრივი ბატონობის იარაღად იქცა. ასევე შეიცვალა ექსპლუატაციის ფორმები, ხარკისა და ნადავლის ნაცვლად ახლა ასეთად მიწაზე დაწესებული გადასახადი ხარაჯა იქცა როგორც ასეთი და ამის აკრეფა ხდებოდა უკვე ნატურით განსხვავებით ფულადი გადასახადისაგან და ფაქტობრივად ამიერკავკასიის ქვეყნები, მათ შორის ქართლიც უკვე დათანხმდა აბასიანთა ასეთ ლოიალურ მიდგომაზე, რაც თავის მხრივ საქართველოსაც კარგად წაადგა. ბჭყალებში ჩავსვათ საქართველოს, იმიტომ რომ ფაქტობრივად საქართველოს ტერმინი როგორც ასეთი მე-10 საუკუნეში მკვიდრდება, როცა ერთიანი საქართველო გახდა ჩვენი ქვეყანა, ხო? ფაქტობრივად მე-8 საუკუნიდან არაბთა სახალიფო მასშტაბი ეკონომიკური აღმავლობა განიცადა, შეიქმნა ძალიან დიდი და ბრწყინვალე არაბული კულტურა, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა მსოფლიო კულტურის ისტორიაში და არაბთა სახალიფოს სამეურნეო კულტურულ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს დაპყრობილმა ხალხებმა, კერძოდ სპარსელებმა, აქ იგულისხმებიან კიდევ ტაჯიკები, სირიელები, ქართველები და ბევრი სხვა ეროვნების ხალხი კიდევ, ხო? არაბთა სახალიფოს სავაჭრო კულტურული ურთიერთობა კარგად მოწყობილი და სახმელეთო და საზღვაო გზებით ხორციელდებოდა. ასევე ეს უზარმაზარი ტერიტორია ერთმანეთს უკავშირდებოდა საქარავნო გზებით, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფდა ვაჭრობის განვითარებას, მათ შორის ამიერკავკასიაზეც გადიოდა საქარავნო გზა. და ერთ-ერთი საკვანძო პუნქტი, რომელიც მნიშვნელოვანი იყო საქართველოში, ეს იყო ბარდავი, საიდანაც გზები მიდიოდა დარუბანდამდე, არდებილამდე, დვინამდე, მტკვრის მარჯვენა ნაპირით განჯისა და შამქორის გავლით თბილისამდე, თბილისში, მერე სეიდაბადში, კერძოდ ნაპოვნია მე-7 საუკუნის უпростоრად მანძილის აღმნიშვნელი, ეგრეთ წოდებული მილის ქვა, რომელიც არაბული წარწერით არის შემკობილი, ეს არის 3 მილი თბილისიდან. შესაბამისად, მილი არის არაბული ტერმინი და სწორედ აი აქედან მკვიდრდება, მე-7 საუკუნიდან მკვიდრდება, რომელიც ამ ქვაზეა გამოსახული, ხო? და ფაქტობრივად ამ საქარავნო გზებით ამიერკავკასიის ქვეყნები მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული და ძალიან გაცხოველებული ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთში, ხო? და ცხადია, ეხა არაბულმა ასეთმა ლოიალურმა მდგომარეობამ ეს ქვეყნები სავაჭრო და პოლიტიკურადაც ერთმანეთთან დააახლოვა და ფაქტობრივად იმპერიებს აქვს ერთი დადებითი რაღაც, რომ სოფლიოს იპყრობენ, მაგრამ ძალიან დიდი ხნის მანძილზე მშვიდობა სადგურდება, ხო? ასე შეგვიძლია შევადაროთ ძალიან ბევრი იმპერია. არაბთა სახალიფოში ფაქტობრივად გაძლიერდა უკვე უფრო მოგვიანებით დაპყრობილი ხალხების ექსპლუატაცია, გამწვავდა კლასობრივი წინააღმდეგობები, გახშირდა აჯანყებები და ყველაზე აღსანიშნავი არის მუკანას აჯანყება 776 წელს მათ შორის, თვითონ შუა აზიაში ბაბექის აჯანყება 816 წელს, მერე აზერბაიჯანში, დასავლეთ ირანში და ფაქტობრივად სახალხო აჯანყებებმა და ფეოდალიზმის განვითარებამ განაპირობა ერთიან სახალიფოს დაშლა და დამოუკიდებელი საამიროების შექმნა და ფაქტობრივად მე-9 საუკუნეში უკვე იქნება დამოუკიდებელი საამიროები. სახალიფოს ფეოდალური დაშლის ნიშნება ჯერ კიდევ მე-9 საუკუნეების მიჯნაზე იჩინა თავი და განსაკუთრებულად გამოვლინდა ჰარუნ ალ-რაშიდის პერიოდში 786 წლიდან 809 წლამდე გვევლინება ჰარუნ ალ-რაშიდი მმართველად. გარეგნულად ძალიან ბრწყინვალე ხანად შეიძლება შევაფასოთ, ფაქტობრივად არაბთა სახალიფოს ძლიერების დასასრულის დასაწყისი იყო, მაგრამ წარმოიქმნა დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეულები, რამაც ცხადია განაპირობა არაბთა სახალიფოს პოლიტიკური დაშლა
წარმოიშვა იდრისიბების, მაროკოში, ბუიდისების და სხვადასხვა ტომობრივი და გვაროვნული გაერთიანებები, რომლებიც პოლიტიკურად ცალკე და დამოუკიდებელნი გახდნენ. ჰარუნ ალ-რაშიდი კიდევ ერთგვარად ფორმალური მმართველიღა გახდა, ხო? და ეს ყველაფერი ხდება ირანში, ერაყში და სხვადასხვა ტერიტორიებზე და მე-19 საუკუნეში განსაკუთრებულად თავი იჩინა თუნდაც თბილისის ამირას მისწრაფებამ დამოუკიდებლობისაკენ, რაც არაბთა სახალიფოში მიმდინარე საერთო პროცესის კანონზომიერი შედეგი იყო, ხო? რაშიც იგულისხმება სახალიფოს დაშლა ფეოდალურ ნაწილებად. და ფაქტობრივად ცენტრალური ხელისუფლების ოპოზიციურ ძალებს ხალიფებმა თურქული ელემენტები დაუპირისპირეს, რომელიც უკვე შემოდის ნელ-ნელა და თურქ-სელჩუკებზე ხვალ გვაქვს საუბარი გადაცემაში, მაგრამ ხალიფა ალ-მუსტასიმის დროს ფაქტობრივად ეს ყველაფერი უფრო გამძაფრდა. სამხედრო რეფორმამ, რაშიც იგულისხმება თურქული გვარდიის შექმნა, აქ იგულისხმება უფრო დეტალურად რომ გითხრათ, თურქი ღულამების დაწინაურება სამხედრო ასპარეზზე საწინააღმდეგო შედეგი გამოიღო. მართალია, მათ თავი გამოიჩინეს დაყრობილ ხალხების განთავისუფლებელ და ანტიფეოდალური მოძრაობის ჩახშობაში, მაგრამ თავიანთ გავლენას დაუქვემდებარეს აბასიანი ხალიფები და ხელი შეუწყეს სახალიფოს დაცემას. 945 წელს ბუიდებმა აიღეს ქალაქი ბაღდადი, ესეც ერთ-ერთი გვარის წარმომადგენლნი იყვნენ, რის შედეგადაც ფაქტობრივად ხალიფებმა დაკარგეს საერო ხელისუფლება მთლიანად და მათი ადგილი დაიკავა უკვე სულთანმა, ანუ თურქული წარმომავლობის გვარის წევრმა. ამას მოჰყვა უკვე შერწყმა თურქული და არაბული კულტურისა ერთმანეთთან და აბასიანთა ხალიფას მხოლოდ სასულიერო ფუნქციაა შერჩა. 1055 წელს უკვე თურქული წარმომავლობის ბეგმა თოღრულმა აიღო ბაღდადი და ხალიფას მიერ ხელდასხმული იქნა სულთნად და აქედან უკვე მოდის ფაქტობრივად სელჩუკიანთა სახელმწიფოს დაშლის შემდეგ 1018 წელს ფაქტობრივად როცა უკვე შეერწყა თოღრულბეგის დახმარებით და იგი ბაღდადის სულთანი გახდა 1055 წლიდან ვიდრე 1018 წლამდე არის სელჩუკიანთა სახელმწიფოს მმართველობა და უკვე 1018 წლიდან ეს სელჩუკთა სახელმწიფოც იშლება. შემდეგ აბასიანთა სახელმწიფო კვლავ აღორძინდება ხალიფების ალ-მუქტაფისა და ალ-ნასირის დროს, განსაკუთრებულად ეს უკვე არის მე-13 საუკუნეები და ტიგრისა და ეუფრატის აუზში უკვე 1258 წელს საბოლოო ჯამში აბასიანთა სახალიფოს ბოლოს მოუღებს მონღოლთა იმპერია, აიღებენ ქალაქ ბაღდადს, მოკლავენ უკანასკნელ ხალიფა ალ-მუსტასიმს, რომელიც 1252-58 წლებში მოღვაწეობდა. უკვე 1261 წელს ეგვიპტეს მამლუქთა სულთანი ბაიბარსმა ხალიფად აღიარებს აბასიანთა დინასტიის თითქოს გადარჩენილ წარმომადგენლებს, თუმცა ეს თანამდებობა მალევე დაიკარგება. საბოლოო ჯამში იგი 1517 წლამდე იარსებებს და ეს ოსმალეთის სულთანი უკვე სელიმ პირველი ტყვედ წაიყვანს მუთავაქილ მესამეს, რომელიც იყო უკანასკნელი გვარის უკანასკნელი არაბი წარმომადგენელი. ანუ ჩვენთვის ახლა წარმოვიდგინეთ, როგორც ბაგრატიონი იყოს ვიღაცა უკანასკნელი გვარის უკანასკნელი წევრი და იმასაც რომ დაატყვევებს სულთან სელიმ პირველი და თავისთან წაიყვანს ტყვედ. აი ასე სრულდება არაბული სახალიფოს შექმნა, ფორმირება და მისი განადგურება. დღევანდელი ჩვენი თემა დასრულდა, ცოტა გაგვეწელა, მაგრამ მე მგონი საინტერესო საუბარი გქონდა. მადლობა ვინც მისმენდით, თუ კითხვები გაგიჩნდება, შეგიძლიათ კომენტარებში დამიწეროთ და ხვალ უკვე შევხვდებით ახალი თემით, რომელიც შეეხება თურქ-სელჩუკთა სახელმწიფოებს. დიდი მადლობა და დროებით. აი ეს იყო ჩვენი თემა და მე მგონი ხო, ამოვწურეთ დროებით.